კაი გამარჯობა, მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში აქტიურად დავიწყე კონტენტის დადება, რაც აითვლის დღევანდელ დღემდე დაახლოებით 6 თვეს. რას მივაღწია 6 თვეში? YouTube-ზე დამიგროვდა დღეს, სხვათა შორის დღეს გვიან ღამით პირველ საათზე თუ არ ვწდები, 1000 გამომწერს გადავწდი, იმის და მიუხედავად, რომ მხოლოდ მოკლე, short form content-ს ვდებდი და არა გრძელს, იმის და მიუხედავად, რომ გრძელი კონტენტიც მიდევს, მაგრამ ამ short content-ით დავაგროვე ეს გამომწერები სამწუხაროდ ანაზღაურებას არანაირს არ მივიღებ, იმიტომ რომ იქ საათები გჭირდება, რომ დაგიგროვდეს, რომ YouTube-ის პარტნიორი გახდე, მაგრამ ამას თავი გავანებოთ. ესეც მიღწევა არის, რომ 1000 გამომწერს გადავწდი და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. სულ რაღაც 6 თვეში, 6 თვის წინ მყავდა 48 გამომწერი თუ რაღაცა. მოკლედ, დიდი ამბავი არის. TikTok-საც შეეხება 5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს ჩემს აკაუნტს და ბოლო 90 დღეში Facebook-ზეც და Instagram-ზეც მილიონზე Facebook-ზე დარწმუნებული ვარ, რომ 1.200.000 არის. Instagram-ზე წესით ბევრად მეტი უნდა იყოს. და ხო, Instagram-ზე თითქმის 1000 followers თითქმის 1000 ფოლოვერი მყავს. თუ არ ვწდები, რაღაც 928 თუ რაღაცა. ხო, Instagram-ზე თუ არ მაფოლოვებთ, გადადით, დამაფოლოვეთ. ხო და აი ამ ყველაფერს მივაღწია 6 თვეში. 6 თვე თითქმის ყოველ დღე, სულ რაღაც 3 დღე ალბათ არ დამედი არაფერი დანარჩენ დღეებში, ან ერთ ვიდეოს ვდებდი, ან 10 ვიდეოს ვდებდი ხოლმე. დღეს გააჩნდა. მე პირად არ ვაპირებ გაჩერებას. ნახოთ 5 წელიწადში რა იქნება. და მადლობა თქვენ, ბრო, მიყურებთ ხოლმე. ალაიქებთ, აზიარებთ, კომენტარებს წერთ, ძალიან მიხარია, რომ სულ რაღაც 6 თვეში ამდენ რაღაცას მივაღწია. იმის და მიუხედავად, რომ ნული შემოსავალი მაქვს აქედან. ასე რომ ბრენდებო. თუ რამე კოლაბორაციის სურვილი გექნებათ, მოკლედ საქართველოში ბევრი ადამიანი მიცნობს უკვე და ჩემს სახეს ბევრი ცნობს. ასე რომ დაბიკავშირდით. თქვენ კი კიდევ ერთხელ მადლობა. და გააგრძელეთ ჩემი სულელური კონტენტის მოხმარება. ხო, და ფოლოვებაც არ დაგავწდით. მადლობა, კარგად. აბაით.